ძველად ჩვენი დროის ცნობილ კონტინენტებად დედამიწა ჯერ კიდევ არ იყო დაყოფილი. ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, აზია, ევროპა, ავსტრალია და ანტარქტიდა ოდესღაც ერთ დიდ მიწის მასივად იყვნენ გაერთიანებული, რომელსაც პანგეა ეწოდებოდა და სინამდვილეში ეს მხოლოდ ერთხელ არ მომხდარა. რას გულისხმობ? მეცნიერებისა და გეოლოგების თქმით, კონტინენტები მილიარდობით წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაერთიანდნენ და ისევ გაიყო. ამ პროცესს ისინი სუპერკონტინენტების ციკლს უწოდებენ. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომლის დროსაც დედამიწის კონტინენტები ნელ-ნელა ერთიანდებიან, შემდეგ კი ისევ იყოფიან. და ამის მიზეზი სწორედ ჩვენს ფეხქვეშაა. დედამიწის ზედაპირი ერთი მყარი ნაჭერი არ არის. ის დაყოფილია უზარმაზარ ნაწილებად, რომელსაც ტექტონიკურ ფილებს უწოდებენ. ისინი გავს გიგანტურ პაზლის ნაწილებს, რომლებიც ნელ-ნელა მოძრაობენ პლანეტის ცხელი და თითქმის ნობადი ნაწილი. მათი მოძრაობა ძალიან ნელია. ზოგჯერ ისეთივე ნელია, როგორც ადამიანის ფრჩხილი ზრდა წელიწადში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნელია, მას მილიონობით წლის განმავლობაში უზარმაზარი გავლენა აქვს. როდესაც ეს ფილები ერთმანეთს ეჯახება, შეიძლება წარმოიქმნას მთები, გამოჩნდეს ახალი მიწა და დაიწყოს ძლიერი მიწისძვრები და ვულკანის ამოფრქვევები. მაგრამ როდესაც დედამიწა ახალგაზრდა იყო, პლანეტა ბევრად უფრო არეულიც და ცხელი იყო ვიდრე ახლა. გეოლოგების კვლევების მიხედვით, მაშინ დედამიწის ზედაპირი თითქმის მთლიანად ოკეანეებით იყო დაფარული. მყარი მიწა ძალიან ცოტა იყო, ხოლო დედამიწის ქერქის პირველი ნაწილი თხელი, ცხელი და ადვილად ჩაძირული იყო კვლავ პლანეტის სიღრმეში. მყარი მიწა ჯერ კიდევ ძალიან ცოტა იყო და დედამიწის ქერქის პირველი ნაწილი თხელი, ცხელი და ადვილად ჩაძირული იყო უკან პლანეტის ქვეშ. როდესაც ოკეანური ქერქის ნაწილები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ერთი ნაწილი ქვემოთ დედამიწის ქვეშ იწეოდა. როცა ის ჩაძირული იყო, ქვადნებოდა და მაგმად იქცეოდა. შემდეგ მაგმა ისევ ზედაპირზე ამოდის. აქ დაიწყო პირველი ვულკანებისა და პატარა კუნძულების ფორმირება უძველეს სამყაროში. დაახლოებით ასე ხდება დღესაც ზოგიერთი ვულკანური კუნძულების ჯაჭვში, მაგალითად ალეუტის კუნძულებზე, ალასკაში და სხვა ადგილებში წყნარი ოკეანის ცეცხლის რგოლში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს პატარა მიწის ნაჭრები ნელ-ნელა ერთმანეთს შეუერთდა. როდესაც ტექტონიკური ფილები განაგრძობდნენ მოძრაობას, ქერქის ზოგიერთი ნაწილი უფრო სქელი, უფრო გამძლე და უფრო მდგრადი გახდა დედამიწის ქვეშ არსებული ძლიერი სიცხის მიმართ. და ეს გახდა პირველი ნამდვილი კონტინენტების საფუძველი. ეს არ მომხდარა რამდენიმე წელიწადში ან რამდენიმე საუკუნეში. ამას მილიარდობით წელი დასჭირდა. და როდესაც ეს უძველესი მიწები იზრდებოდა, დედამიწის კლიმატიც იწყებდა ცვლილებას, ოკეანის დინებები და თვითონ სიცოცხლეც პლანეტაზე. მეცნიერების თქმით, სუპერკონტინენტს დიდი გავლენა აქვს მთელ მსოფლიოში. მაგრამ რატო? როდესაც თითქმის ყველა მიწა ერთმანეთთანაა შეერთებული, იცვლება ჰაერისა და წყლის მოძრაობა ოკეანეში. ასევე იცვლება პლანეტის ტემპერატურაც. არსებობს ადგილები, სადაც ძალიან ცხელა და მშრალია, რადგან ისინი ძალიან შორს არიან ზღვიდან. ამავე დროს სხვა ნაწილებში ძლიერ ქარიშხლებსა და წვიმებს განიცდიან. და როდესაც კონტინენტები კვლავ იყოფა, ჩნდება ახალი ზღვა, ახალი ოკეანე და ახალი საცხოვრებელი სხვადასხვა სახეობის სიცოცხლისთვის. ამიტომ დედამიწის დღევანდელი სახე მუდმივი არ არის. კონტინენტები დღემდე განაგრძობენ მოძენ მოძრაობას. მაგრამ მოიცადეთ, ცოტა ხნით შევწყვიტოთ. სანამ განვაგრძობთ განხილვას, გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. ეს დიდი დახმარებაა ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის. მადლობთ. ეხლა კი დავბრუნდეთ თემასთან. თუ დავაკვირდებით დღევანდელ მსოფლიო რუკას, კონტინენტები თითქოს მუდმივად ერთ ადგილზე არიან. მაგრამ სინამდვილეში ისინი უბრალოდ ძალიან ნელა მოძრაობენ. და ამ ქვეყნების ქვეშ არის მიწის ნაწილები, რომლებიც თითქმის არ იცვლება, თუნდაც მილიარდობით წელი გავიდეს. მეცნიერები ამას კრატონებს უწოდებენ. კრატონები ყველაზე ძველი და ყველაზე გამძლე ნაწილებია კონტინენტის. ისინი გვანან თანამედროვე ქვეყნების და კონტინენტების საფუძველს. მაშინ, როცა დედამიწის ბევრი ნაწილი რამდენჯერმე დნება, იშლება ან იძირება პლანეტის ქვეშ, კრატონები კი მთლიანად რჩებიან. გეოლოგების თქმით, შესაძლებელია, რომ ზოგიერთი მათგანი 4 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ წარმოიქმნა. ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო ძველები არიან, ვიდრე მთებისა და ოკეანეების უმეტესობა, რომლებსაც დღეს ხედავთ. კრატონების გამძლეობის მიზეზი ისაა, რომ მათ დედამიწის ქვეშ ძალიან ღრმა ფესვები აქვთ. ისინი უფრო სქელია, ვიდრე პლანეტის ჩვეულებრივი ქერქი. მათ შემადგენლობაც უფრო მსუბუქია, ამიტომ ისინი უბრალოდ არ იძირებიან დედამიწის ქვეშ არსებულ ცხელ მანტიის ფენაში. ისინი გავს დიდ ნაჭერს მყარ ქვას, რომელიც ცურავს დედამიწის უფრო ცხელ და რბილ ნაწილზე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ტექტონიკური ფილები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობენ, კრატონებს მაინც შეუძლიათ გადარჩენა. ერთ-ერთი ცნობილი უძველესი კრატონი დღეს კანადაში მდებარეობს.
მას slave კრატონი ეწოდება. გარდა იმისა, რომ ის მდიდარია ალმაზებით, მინერალებით და ძვირფასი ლითონებით, ის ასევე მნიშვნელოვანია, რადგან აქ აღმოაჩინეს დედამიწაზე ზოგიერთი უძველესი ქანი. აქ შედის აკასტაგნისი, რომელიც კვლევების მიხედვით თითქმის 4 მილიარდი წლისაა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ის ერთ-ერთი პირველი სტაბილური მიწა იყო, რომელიც პლანეტაზე წარმოიქმნა. მეორე მხარეს, დასავლეთ ავსტრალიაში მდებარეობს პილბარას კრატონი. ისიც პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ნაწილია. მაგრამ უფრო გასაოცარია ის, რომ ამ ადგილას უძველესი სიცოცხლის კვალი აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, იქ აღმოჩენილია გაქვავებული მიკრობული სტრუქტურები, რომლებიც შესაძლოა პლანეტაზე სიცოცხლის ერთ-ერთ უძველეს მტკიცებულებად ითვლებოდეს. და ასეთი უძველესი ქვები მხოლოდ ავსტრალიაში არ არის. სამხრეთ აფრიკაში კიდევ ერთი ძალიან ძველი ადგილი არსებობს, რომელსაც კაპოალ კრატონი ეწოდება. აქაც აღმოაჩინეს ქვები და ბიოლოგიური ნიშნები, რომლებიც თითქმის ისეთივე ძველია, როგორც პილბარაში. მაგრამ კიდევ უფრო უცნაური ის არის, რაც გეოლოგებმა შენიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა დღეს ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან, მათ აქვთ კლბის ფორმაციები, მინერალური საბადოები და მთის სტრუქტურის სტრუქტურები, რომლებიც თითქმის იდენტურია. ისე ჩანს თითქოს ოდესღაც ერთმანეთთან იყვნენ შეერთებულები. ამის გამო ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს ორი ადგილი ოდესღაც ერთ უძველეს სუპერკონტინენტს ეკუთვნოდა. მათ მას ვალვარა უწოდეს. ზოგიერთი გეოლოგიური რეკონსტრუქციის მიხედვით შესაძლებელია, რომ ის 3.5 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ ჩამოყალიბდა. ეს ბევრად უფრო ძველია, ვიდრე პანგეა. იმ დროს დედამიწა სრულიად სხვანაირი იყო, არ არსებობდა მცენარეები, არ არსებობდა ცხოველები, არ იყო ტყეები ან ბალახი. იმ დროის მსოფლიო სავარაუდოდ სავსე იყო ვულკანებით, სქელი კვამლით, ძლიერ სიცხით და კლდოვანი გარემოთი. და სანამ ეს ყველაფერი პლანეტის ზედაპირზე ხდებოდა, შესაძლებელია, რომ უძველესი ოკეანის ქვეშ ყველაზე პირველი მარტივი სიცოცხლე იწყებდა ფორმირებას. 1966 წელს მეცნიერებმა პირველად შენიშნეს, რომ სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში არსებული ზოგიერთი მთის ქედი და ქვა ერთმანეთს გავდა. ფავიდან მათ ეგონათ, რომ ეს უბრალოდ ასაკის მსგავსების გამო იყო, ამიტომაც გავდა ერთმანეთს. მაგრამ კვლევის გაღრმავებისას სხვა ახსნა გამოჩნდა. 1996 წელს გეოლოგმა ერიკ ჩეინიმ წამოაყენა მოსაზრება, რომ შესაძლოა კაპალისა და პილბარას კრატონები ოდესღაც ერთმანეთთან შეერთებული ყოფილიყო. და აქედან დაიბადა ვალვარას იდეა. დღემდე მეცნიერები კვლავ იკვლევენ, იყო თუ არა ეს მართლაც დედამიწის პირველი სუპერკონტინენტი. არსებობს სხვა თეორიებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვალვარამდე კიდევ უფრო ძველი კონტინენტური ფორმაციები არსებობდა. იმის გამო, რომ ეს მოვლენები ძალიან ძველია, სრული მტკიცებულებების პოვნა რთული. და ეს უძველესი კრატონები წარმოადგენს ჩვენი პლანეტის ყველაზე ადრეული თავის შემორჩენილ კვალს. სინამდვილეში გეოლოგების თქმით არსებობდა უძველესი მიწები, რომლებიც დიდი ხნის წინ გაქრა და თანამედროვე მსოფლიოს რუკაზე თითქმის აღარ ცნობენ. ერთ-ერთი ყველაზე საკამათო იდეა ამასთან დაკავშირებით არის ეგრეთ წოდებული ური. ეს არ არის ური ფილმიდან ან ლეგენდიდან. ეს არის ჰიპოთეტური პროტოკონტინენტი, რომელიც გეოლოგმა ჯონ როჯერსმა 1993 წელს წამოაყენა. მისი თეორიის მიხედვით ძალიან ძველი მიწა არსებობდა, რომელიც შედგებოდა აფრიკის, ავსტრალიის, ინდოეთის, ანტარქტიდისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების სხვადასხვა უძველესი კრატონისგან. აქ შედიოდა დასავლეთ ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ინდოეთის და ასევე მადაგასკარის ზოგიერთი ნაწილი. მაგრამ ერთი დიდი პრობლემა არსებობს. ყველა მეცნიერი არ ეთანხმება ამ უძველესი სამყაროს იერსახეს. არსებობს სხვა მკვლევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ზოგიერთი ნაწილი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული სუპერკონტინენტ ვალბარაზე. მაგრამ როჯერსის მიერ ურის რეკონსტრუქციაში ეს ადგილები ერთმანეთისგან შორსაა და უძველესი მიწის სხვადასხვა ნაწილში მდებარეობს. ეს ნიშნავს, რომ ეს ორი მოდელი ერთდროულად სწორად ვერ ჩაითვლება. დღემდე მეცნიერები ამაზე კვლავაც დაობენ. და რადგან ეს მოვლენები ძალიან ძველია, მართლაც რთულია სრული მტკიცებულებების პოვნა. დედამიწის უძველესი ქვებიდან ბევრი დიდი ხანია წაშლილია, დადნობა ან პლანეტის ქვეშ ჩაძირულია ტექტონიკური აქტივობის გამო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, როგორ გამოიყურებოდა პირველი კონტინენტები, კვლევებიდან რამდენიმე რამ ნათელი. იმ დროს დედამიწის ზედაპირზე თითქმის არ არსებობდა სიცოცხლე. მაშინ მსოფლიო ძალიან ცხელი იყო, ბევრი ვულკანი, ატმოსფეროში კი სქელი კვამლი იყო და მიწის უმეტესობა მხოლოდ ქვა და მშრალი გარემო იყო. ასევე შესაძლებელია, რომ ეს უძველესი მიწები ეკვატორთან ახლოს მდებარეობდა, რადგან მაშინ პლანეტის ტექტონიკური მოძრაობა უფრო აქტიური იყო. დროის გასვლასთან ერთად დედამიწა შეიცვალა, პლანეტის ქერქი ნელ-ნელა გაცივდა.
ამის გამო შესაძლებელი გახდა უფრო დიდი კონტინენტების ფორმირება ვიდრე ადრე. გეოლოგების თქმით, დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ დედამიწის სხვადასხვა ნაწილში არსებული კრატონები ერთმანეთთან შეერთებას იწყებდნენ. აქ შედიოდა ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე უძველესი ნაწილი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამატება იმ დროს იყო სლეივ კრატონი, კანადიდან. ამის შემდეგ თანდათან შეერთდა ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის სხვა უძველესი ნაწილებიც. როდესაც ეს კრატონები ეჯახებოდნენ ერთმანეთს, წარმოიქმნა დიდი მთები, რღვევის ხაზები და ვულკანური რეგიონები. ეს გავდა გიგანტურ შეჯახებას, ნელა მოძრავი, მაგრამ ძალიან ძლიერი მიწის მასებისას. და ამ შეჯახებების სერიიდან წარმოიშვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დედამიწის პირველი ნამდვილი სუპერკონტინენტი. მეცნიერებმა მას კენორლანდი უწოდეს. ზოგიერთი გეოლოგიური რეკონსტრუქციის მიხედვით, შესაძლებელია, რომ იმ დროს მან დედამიწაზე არსებული მიწის უზარმაზარი ნაწილი დაიკავა. ის უფრო დიდი იყო, ვიდრე თანამედროვე კონტინენტების უმეტესობა დღეს. მათ შორის შედიოდა ჩრდილოეთ ამერიკის, გრენლანდიის, სკანდინავიისა და აზიის ზოგიერთი უძველესი ნაწილი. იმის გამო, რომ კრატონები ხშირად ეჯახებოდნენ ერთმანეთს, ამ სუპერკონტინენტზე ვულკანური და მფაგორიანი ფორმირების პროცესები აქტიური იყო. და ამ დროს დედამიწაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხდებოდა, ოკეანეში მარტივი სიცოცხლის ფორმები იწყებდნენ გამრავლებას. ეს ჯერ კიდევ არც თევზები იყო და არც ცხოველები. მათგან უმეტესობა მიკროსკოპული ორგანიზმები და ბაქტერიებია, რომლებიც ცხოვრობდნენ მეჩხერ წყლებში. მაგრამ მაშინაც კი, როცა მხოლოდ მარტივი სიცოცხლე არსებობდა, ისინი მაშინვე გავლენას განიცდიდნენ პლანეტის ცვლილებებზე. რადგან კენორლანდი ძალიან დიდი იყო, დედამიწაზე ქარისა და ოკეანის მოძრაობა შეიცვალა. ზღვის ზოგიერთი ნაწილი გაცილებით ცივი გახდა. სხვა ადგილები კი რთული საცხოვრებელი გახდა მარტივი ორგანიზმებისთვის. ძალიან დიდი ხნის შემდეგ კენორლანდი ბზარებად იქცა. მეცნიერების თქმით, დედამიწის ტექტონიკური მოძრაობა უფრო აქტიური გახდა, რადგან პლანეტის შიგნითა ნაწილი განაგრძობდა ცვლილებას. სუპერკონტინენტზე ნელ-ნელა გაჩნდა დიდი ბზარები. როდესაც მისი ნაწილები ერთმანეთს დაშორდა, ახალი ოკეანეები ფორმირდებოდა. სწორედ აქ დაიწყო დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება. როდესაც ახალი ზღვები ფართოვდებოდა და წვიმები ძლიერდებოდა, მიწაზე ქვები უფრო სწრაფად იშლებოდა და ეროზიას განიცდიდა. ამის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე შემცირდა. და ეს დიდი პრობლემა იყო უძველეს დროში, კვლევების მიხედვით, მაშინ მზის სითბო უფრო სუსტი იყო ვიდრე დღეს. ამიტომ, როდესაც ატმოსფეროში სათბურის აირების დონე შემცირდა, მთელი პლანეტა სწრაფად გაცივდა. და ბოლოს დადგა ძლიერი გამყინვარების ეპოქა. ზოგიერთი თეორიისა და გეოლოგიური მტკიცებულების მიხედვით, შესაძლებელია, რომ დაახლოებით 2 მილიარდი 400 მილიონი წლის წინ, თითქმის ოკეანეებიც კი ყინულით იყო დაფარული ეკვატორთან ახლოს. ზოგიერთი მეცნიერი ამას თოვლის ბურთის დედამიწას უწოდებს. ეს იყო პერიოდი, როდესაც პლანეტის დიდი ნაწილი თითქმის მთლიანად ყინულით იყო დაფარული. მაგრამ ამან მხოლოდ კლიმატი კი არ შეცვალა. როდესაც დედამიწა იხინებოდა, დედამიწის ატმოსფეროც იწყებდა ცვლილებას. მელმელა ჟანგბადის რაოდენობა გაიზარდა ჰაერში, რადგან ოკეანე ვეღარ შთანთქავდა იმ ჟანგბადს, რომელსაც უძველესი მიკროორგანიზმები წარმოქმნიდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჟანგბადი მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის, იმ დროს ის საშიში იყო უძველესი ორგანიზმების უმეტესობისთვის. მათგან ბევრს არ შეეძლო გადარჩენა ჟანგბადით მდიდარ გარემოში. ამიტომ უძველესი მიკრობული სიცოცხლის დიდი ნაწილი გაქა. მაგრამ ზოგიერთი ორგანიზმი ადაპტირდა. და მეცნიერების თქმით, სწორედ ეს გადარჩენილი ორგანიზმები გახდა დედამიწაზე უფრო რთული სიცოცხლის საფუძველი. უბრალო უჯრედებიდან ნელ-ნელა დაიწყო ძალიან გრძელი პროცესი, რომელიც საბოლოოდ მცენარეების, ცხოველების, დინოზავრების და ბოლოს ადამიანის გაჩენამდე მივიდა. მას შემდეგ, რაც უძველესი სუპერკონტინენტი კენორლანდი დაიშალა, დედამიწა მაშინვე არ დაწნარებულა. ასობით მილიონი წლის განმავლობაში კონტინენტის ნაჭრები კვლავ მოძრაობდნენ მთელ პლანეტაზე. ისინი გავდნენ გიგანტურ ქვის ნატეხებს, რომლებიც დედამიწის ზედაპირზე ძალიან ნელა გადაადგილდებოდნენ. და როცა ეს უძველესი კრატონები მოგზაურობდნენ, ისინი კვლავ იწყებდნენ ერთმანეთთან შეერთებას სხვადასხვა გზით. გეოლოგების თქმით, ამ უძველესი კრატონების ზოგიერთი ნაწილი გაიყო, ზოგიერთი კი კვლავ შეერთდა, ხოლო სხვები საბოლოოდ სრულიად დაშორდნენ ერთმანეთს. ამასობაში ევროპასა და აზიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხდებოდა. ნელა იწყებოდა ევროპის ყველაზე პირველი ვერსიის ფორმირება. მეცნიერები მას ბალტიკას უწოდებენ. ის ჯერ კიდევ არ გავდა დღევანდელ ევროპას. ეს ჯერ მხოლოდ უძველესი მიწის ნაგლეჯი იყო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული ძველი კრატონებისგან შედგებოდა. ამასთან ერთად, სხვა კონტინენტური ფრაგმენტებიც მოგზაურობდნენ პლანეტის უფრო ცივ ნაწილებში.
იქ მათ შეხვდნენ სხვა უძველეს მიწებსაც, რომლებიც სიბირიდან, გრენლანდიიდან და ევროპიდან მოდიოდნენ. და როდესაც ეს ყველაფერი ერთად შეიკრიბა, წარმოიშვა ცივი და ძალიან ძველი პროტოკონტინენტი, რომელსაც არქტიკა ეწოდა. დიახ, თითქმის იგივე სახელია, როგორც არქტიკა. რადგან ზოგიერთი რეკონსტრუქციის მიხედვით შესაძლებელია, რომ ის მაშინ დედამიწის მაღალ განედებზე, ან უფრო ცივ ნაწილში მდებარეობდა. მაგრამ კონტინენტების შეჯახება იქ არ დასრულებულა. ტექტონური ფილების მოძრაობის გაგრძელებისას, არქტიკა, ბალტიკა და უძველესი ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთი ნაწილი ერთმანეთთან დაახლოებას იწყებენ. და აქედან წარმოიშვა უფრო დიდი კონტინენტური ჯგუფი, რომელსაც ნენა ეწოდება. ეს სახელი ნიშნავს ჩრდილოეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის კომბინაციას. ამ ჯგუფში შედიოდა თანამედროვე ქვეყნების ზოგიერთი ნაწილი: ფინეთი, შვედეთი, რუსეთი, კანადა, გრენლანდია და შეერთებული შტატები. როდესაც ეს უძველესი მიწები ერთმანეთს ეჯახებოდა, კვლავ წარმოიქმნა დიდი მთები და ვულკანური რეგიონები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნენა უკვე ძალიან დიდი იყო, ის მაინც არ იყო შემდეგი ნამდვილი სუპერკონტინენტი. დედამიწის მეორე მხარეს კიდევ ერთი დიდი კრატონების ჯგუფი იწყება გაერთიანებას. ეს იყო ატლანტიკა. გეოლოგების თქმით, აქ დაიწყო სამხრეთ ამერიკის ყველაზე პირველი ბირთვის ფორმირება და აფრიკის ზოგიერთი ნაწილისაც. აქ შედიოდა უძველესი კრეტონები, რომლებიც ბრაზილიის, კონგოსა და დასავლეთ აფრიკის საფუძველი გახდებოდა თანამედროვე ეპოქაში. მაშინ, როცა ატლანტიკა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მშვიდად ყალიბდებოდა, ნენა კი პლანეტის ჩრდილოეთ ნაწილში განაგრძობდა ზრდას. და ტექტონიკური ფილების ხანგრძლივი მოძრაობის შემდეგ კიდევ ერთი დიდი შეჯახება მოხდათ. ნელ-ნელა ერთმანეთს მიუახლოვდნენ ატლანტიკა, ნენა და სხვა კონტინენტური ფრაგმენტები ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, ანტარქტიდიდან და ჩინეთიდან. და აქედან წარმოიშვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერკონტინენტი უძველეს დედამიწაზე. მეცნიერებმა მას კოლუმბია უწოდეს. ზოგიერთ გეოლოგიურ კვლევაში მას ასევე ნუნა ეწოდება. კვლევების მიხედვით, ის ჩამოყალიბდა დაახლოებით 1,800,000,000 წლის წინ. იმ დროს თანამედროვე კონტინენტის ძირითადი ნაწილების უმეტესობა უკვე ამ უზარმაზარი სუპერკონტინენტის ნაწილი იყო. აქ შედიოდა უძველესი ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა, სამხრეთ ამერიკა, სიბერია, სამხრეთ ამერიკა, აფრიკა და სხვა კონტინენტური ბლოკები. და კოლუმბიის მასშტაბურობის გამო მას დედამიწაზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. სუპერკონტინენტის კიდეებზე აქტიური იყო დიდი სუბდუქციური ზონები. როდესაც ოკეანური ქერქი კონტინენტის ქვეშ იძირება, მაგმა დედამიწის სიღრმიდან ამოდის. ამის გამო ბევრი ახალი მიწა და მთის ქედი წარმოიქმნა. ნელ-ნელა გაიზარდა და უფრო სტაბილური გახდა თანამედროვე კონტინენტის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, გეოლოგების თქმით, სწორედ აქ უფრო სრულად ჩამოყალიბდა ლორენტია, ჩრდილოეთ ამერიკის უძველესი ბირთვი. ამასთან ერთად, უფრო ნათელი გახდა უძველესი კონტინენტების, როგორიცაა ბალტიკა, სიბერია, ამაზონია და კონგო-კალახარი ჩამოყალიბება. მაგრამ როგორც წინა სუპერკონტინენტები, კოლუმბიაც არ იყო მუდმივი. დროის გასვლასთან ერთად, მის შიგნით კვლავ დაიწყო დიდი ბზარების წარმოქმნა. ტექტონიკური ძალები ნელ-ნელა აცალკევებენ სუპერკონტინენტის სხვადასხვა ნაწილებს. და დაახლოებით 1,5 მილიარდი წლის წინ ის დაიწყო გატეხვა. როდესაც კონტინენტური ფრაგმენტები ერთმანეთს შორდებოდნენ, მათ გარშემო წარმოიქმნა უზარმაზარი უძველესი ოკეანე. მეცნიერები მას მიროვიას ოკეანეს უწოდებენ. და აქ დაიწყო სუპერკონტინენტის ციკლის ახალი ეტაპი. ამჯერად კონტინენტური ფრაგმენტები მაშინვე არ დაბრუნდნენ თავიანთ საწყის მდგომარეობაში. ამის ნაცვლად ისინი სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებოდნენ ასობით მილიონი წლის განმავლობაში. ისინი გავდნენ ცალკე განთავსებულ პაზლის ნაწილებს, რომლებიც კვლავ მთლიანად იძროდნენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაშორებულნი იყვნენ, ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რადგან საბოლოოდ ისინი კვლავ შეიკრიბებიან ერთად, რათა კიდევ ერთი უზარმაზარი სუპერკონტინენტი შექმნან. და დედამიწის შემდეგი გზა იქნება უძველესი სამყარო, რომელსაც როდინია ეწოდება. თუ არსებობს სუპერკონტინენტი, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია დედამიწის ისტორიაში, ერთ-ერთი მათგანი სწორედ როდინია. რადგან მეცნიერების თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი უძველესი პროტოტიპი იმ სამყაროსი, რომელიც საბოლოოდ პანგეას ჩამოყალიბებას გამოიწვევს. სინამდვილეში, სანამ ოფიციალურად გამოიყენებდნენ სახელწოდებას როდინია, ზოგიერთი გეოლოგი მას ჯერ პანგეა ერთის უწოდებდა 1970 წელს. რადგან მათ შენიშნეს, რომ თითქოს აუცილებელი იყო უფრო ძველი სუპერკონტინენტის არსებობა, სანამ ჩამოყალიბდებოდა ის კონტინენტები, რომლებიც დღეს ვიცით. რაც შეეხება ზომას, როდინია ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერკონტინენტი იყო დედამიწის ისტორიაში. გეოლოგიური რეკონსტრუქციების მიხედვით, ის მთლიანად არსებობდა 1 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ. მის ცენტრში მაშინ მდებარეობდა ლორენტია, ჩრდილოეთ ამერიკის უძველესი საფუძველი.
მის გარშემო კი განლაგებული იყო ავსტრალიის, ანტარქტიდის, სამხრეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკისა და აზიის ნაწილები. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი ძირითადი კონტინენტების უმეტესობა ოდესღაც ერთი უზარმაზარი მიწის ნაწილის ნაწილი იყო. და როდესაც ეს კონტინენტური ბლოკები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, წარმოიქმნა უძველეს დედამიწაზე არსებული ყველაზე დიდი მთის ქედები. გეოლოგების თქმით, ამ ძველი შეჯახების ზოგიერთი კვალი დღემდე ჩანს ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. არსებობს ქვები და მთის წარმონაქმნები, რომლებიც მტკიცებულებად გვევლინება იმისა, თუ რამდენად ძლიერი იყო მაშინდელი ტექტონიკური შეჯახებები. მაგრამ როდინია განსხვავდებოდა უფრო ადრინდელი სუპერკონტინენტებისგან. ადრეულ სუპერკონტინენტებზე დედამიწაზე ძირითადად მხოლოდ ვულკანები, ქვები და მარტივი მიკროორგანიზმები იყო. მაგრამ როდინიას პერიოდში ცხოვრება უფრო რთული ხდებოდა. ნელ-ნელა ალგები და სოკოები ვრცელდებოდა. დაბალ და სველ მიწის ნაწილებში. ეს ჯერ კიდევ არ გავდა თანამედროვე დღეს. მიწაზე ჯერ არ იყო ხეები და ცხოველები, მაგრამ ეს დედამიწაზე სიცოცხლისთვის დიდი ნაბიჯი იყო. ეს ნიშნავს, რომ როდესაც კონტინენტები მოძრაობენ და ეჯახებიან ერთმანეთს, პლანეტის ეკოსისტემაც ნელ-ნელა ითვლება. მაგრამ სხვა სუპერკონტინენტების მსგავსად როდინიაც მუდმივი არ იყო. მეცნიერების თქმით, ეს დაახლოებით 850 მილიონი წლის წინ მოხდა. ის ქვემოდან დაიწყო გახლეჩა. შესაძლებელია, რომ დედამიწის სიღრმიდან ძალიან დიდი რაოდენობით ცხელი მანტიის მასალა ამოვიდა ზედაპირზე. გეოლოგები ამას სუპერპლუმს უწოდებენ. ეს გავს გიგანტურ ამოსლას ძალიან ცხელი ქანისა დედამიწის სიღრმიდან. და როცა ის ზემოთ მიიწევდა, სუპერკონტინენტზე ნელ-ნელა გაჩნდა დიდი ბზარები. ამის შემდეგ კონტინენტური ფრაგმენტები ისევ დაიწყეს განცალკევება. როდესაც ისინი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდნენ, დედამიწაზე ვულკანური აქტივობა და მიწის ძვრებიც გაძლიერდა. ავსტრალიისა და აფრიკის ზოგიერთი ნაწილი საბოლოოდ გაიყო. სხვა კონტინენტური ბლოკები გადაადგილდნენ პლანეტის უფრო ცხელ ან უფრო ცივ ნაწილებში. ამის გამო დედამიწის კლიმატი კვლავ შეიცვალა. როდესაც ახალ-ახალი ოკეანეები წარმოიქმნებოდა გამიჯნულ კონტინენტებს შორის, პლანეტაზე უფრო მეტი წლიმა დაიწყო. ნელ-ნელა შემცირდა სათბურის აირები ატმოსფეროში. და როგორც ადრე კენერლენდში მოხდა, დედამიწა კვლავ ძალიან გაცივდა. კვლევების მიხედვით, დაახლოებით 700 მილიონი წლის წინ, პლანეტამ შესაძლოა კვლავ განიცადა ძლიერი თოვლის ბურთის დედამიწა. ეს იყო პერიოდი, როდესაც დედამიწის ძალიან დიდი ნაწილი ყინულით იყო დაფარული. ზოგიერთი მეცნიერი კი თვლის, რომ ყინული ეკვატორთანაც კი მივიდა. მაგრამ unlike პირველი გამყინვარების ეპოქისა, ეს პერიოდი ძალიან დიდხანს არ გაგრძელდა. რადგან მაშინაც კი როცა დედამიწა იყინებოდა, ვულკანების ამოფრქვევები მაინც გრძელდებოდა. და ვულკანური აირების გამო სათბურის აირების რაოდენობა ატმოსფეროში ისევ გაიზარდა. დედამიწა ნელ-ნელა ისევ გათბა. და როცა ყინული დნებოდა, პლანეტაზე ცხოვრებაში კიდევ ერთი უზარმაზარი ცვლილება მოხდა. მეცნიერების თქმით, ამ პერიოდში დაიწყო უფრო რთული, მრავალუჯრედიანი სიცოცხლის ფორმების გამოჩენა. ეს ნიშნავს, რომ იმ დროს უკვე აღარ არსებობდნენ მხოლოდ მარტივი ერთუჯრედიანი ორგანიზმები. ნელ-ნელა ჩნდებოდნენ ორგანიზმები, რომლებიც მრავალი უჯრედისგან შედგებოდნენ. და ეს იქნება საფუძველი უფრო რთული სიცოცხლისთვის დედამიწაზე. მოგვიანებით ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ რამდენიმე კონტინენტური ფრაგმენტი კვლავ შეერთდა და შექმნა კიდევ ერთი სუპერკონტინენტი, რომელსაც პანოტია ეწოდება. მაგრამ დღემდე ყველა გეოლოგი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ზოგი თვლის, რომ როდინიას დაშლის შემდეგ ეს ფრაგმენტები არასოდეს გაერთიანებულა ერთ მყარ სუპერკონტინენტად. ამის ნაცვლად ეს ფრაგმენტები სხვადასხვა მიმართულებით დაიშალა. იმ დროს ჩრდილოეთ ამერიკის, სიბირისა და ევროპის ნაწილები ჩრდილოეთისკენ დაიძრა, ხოლო აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, ინდოეთი, ავსტრალია და ანტარქტიდა სამხრეთ ნახევარსფეროში გადაადგილდა. და იქ ისინი ნელ-ნელა შეერთდნენ და დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეცნიერებმა მას გონდვანა უწოდეს. და მომდევნო მილიონობით წლის განმავლობაში გონდვანა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ თანამედროვე სამყაროს ჩამოყალიბებაში, რომელსაც დღეს ვიცნობთ. როდესაც როდინიას ნაწილები საბოლოოდ იყოფოდა სამხრეთ ნახევარსფეროში, ნელ-ნელა ყალიბდებოდა უზარმაზარი კონტინენტი. ეს იყო გონდვანა. გეოლოგების თქმით, ის დაახლოებით 800 მილიონი წლის წინ დაიწყო ფორმირება როდინიას სამხრეთული ფრაგმენტებიდან. მასში შედიოდა აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, ინდოეთის, ავსტრალიის, ანტარქტიდისა და სხვა კონტინენტური ბლოკების უძველესი ნაწილები. და როცა გონდვანა ყალიბდებოდა, დედამიწის სიცოცხლის ისტორიაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ეს იყო კამბრიული აფეთქება. ამ პერიოდში სიცოცხლე სწრაფად გამრავლდა და უფრო რთული გახდა. ოკეანეში სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები გაჩნდა. მეცნიერების თქმით, სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ბევრი ორგანიზმი, რომელსაც ჰქონდა მყარი ნიჟარები, მარტივი თვალები
და სხვა დამცავი ადაპტაციები, რათა გადარჩენილიყო. როგორც ჩანს, პლანეტაზე სიცოცხლის ევოლუცია უცებ დაჩქარდა. მილიონობით წლის განმავლობაში გონდვანა კიდევ უფრო გაცოცხლდა. ნელ-ნელა გაჩნდა მცენარეები. შემდეგ გამოჩნდნენ მწერები. შემდეგ თევზები და პირველი ამფიბიები დაიწყეს გავრცელება უძველესი სამყაროს სხვადასხვა ნაწილებში. და რადგან გონდვანა ძალიან ვრცელი იყო, ის უამრავი ეკოსისტემის სახლად იქცა. თუმცა ტექნიკურად ზოგიერთი გეოლოგის განსაზღვრებით ეს სუპერკონტინენტად არ ითვლება. ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხმელეთია დედამიწის ისტორიაში. ამბობენ, რომ ის უფრო დიდია, ვიდრე ზოგიერთი უფრო ძველი სუპერკონტინენტი. მაგრამ სანამ გონდვანა სამხრეთ ნახევარსფეროში იზრდებოდა, პლანეტის ჩრდილოეთ ნაწილში ერთი დიდი ცვლილება ხდებოდა. ნელ-ნელა დაიწყო ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, სიბირის და სხვა ჩრდილოეთ კონტინენტური ფრაგმენტების შეკრება. თავდაპირველად ჩამოყალიბდა უძველესი კონტინენტური ჯგუფი, რომელსაც ეწოდება ევრამერიკა. ზოგიერთ კვლევაში მას ლაუროსიასაც უწოდებენ. აქ დაიწყო დედამიწაზე უძველესი ტყეების გავრცელება. ეს ჯერ კიდევ არ გავდა თანამედროვე ტროპიკულ ტყეებს. მაგრამ ნელ-ნელა მატულობდა მარტივი ხეებისა და მცენარეების რაოდენობა ხმელეთზე. დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ ეს კონტინენტური ჯგუფი კიდევ უფრო გაიზარდა, მას შემდეგ რაც სიბილიუმი მიეწება. აქედან წარმოიშვა ლაურაზია. ეს გახდება დედამიწის შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი სუპერკონტინენტის ჩრდილოეთი ნახევარი. ამ დროს გონდვანა კი სამხრეთ ნახევარს წარმოადგენდა. და როცა ტექტონიკური ფილების მოძრაობა გრძელდებოდა, ეს ორი გიგანტური მიწა ნელ-ნელა უახლოვდებოდა ერთმანეთს. მათ შორის მაშინ იყო უძველესი ოკეანე, რომელიც ნელ-ნელა იკეტებოდა, როცა კონტინენტური ფილები ერთმანეთს ეჯახებოდნენ. და ძალიან ხანგრძლივი დაახლოების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს მოხდა შეჯახება ლაურასიასა და გონდვანას შორის, დაახლოებით 330 მილიონი წლის წინ. და აქ ჩამოყალიბდა დედამიწის ისტორიაში ყველაზე ცნობილი სუპერკონტინენტი. ანგეა. დღევანდელი თითქმის ყველა თანამედროვე კონტინენტი ოდესღაც ამ უზარმაზარი ხმელეთის ნაწილი იყო. თუ დღეს ლუკას დააკვირდები, შენ შეამჩნევ, რომ სამხრეთ ამერიკა და აფრიკა თითქოს იდეალურად ეწყობა ერთმანეთს. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკიცებულება იმისა, რომ კონტინენტები ოდესღაც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრაობა ძალიან დიდი იყო, ეს არ ნიშნავს, რომ მაშინ ცხოვრების პირობები იდეალური იყო. სინამდვილეში მეცნიერების თქმით, სუპერკონტინენტის ბევრი ნაწილი ძალიან მშრალი იყო და საცხოვრებლად რთული. რადგან მიწა ძალიან ვრცელია, ბევრი ადგილი ძალიან შორს იყო ზღვისგან, სათა წვიმა მოდიოდა, დღისით ცხელოდა და ღამით ციოდა. ასევე არსებობდა დიდი მთის ქედები, რომლებიც აფერხებდნენ ქარსა და წვიმას, რის გამოც ზოგი რეგიონი კიდევ უფრო შრება. სანამ ეს მიწაზე ხდებოდა, ამას დიდი გავლენა ჰქონდა ოკეანეზეც. პანგეას ფორმის გამო ოკეანის დინებების მოძრაობა შეიცვალა. ზოგიერთი ზღვის ნაწილი იმდენად გახურდა, რომ ბევრი საზღვაო ორგანიზმისთვის ზედმეტად ცხელი გახდა. და მეცნიერების თქმით, ეს ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია იმისა, თუ რატომ მოხდა დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი გადაშენება. ამ მოვლენას დღეს პერმის გადაშენებას უწოდებენ. ამ დროს პლანეტის სიცოცხლის დიდი ნაწილი გაქრა. ბევრი ტყე გამოსშა და დაიწვა. ძალიან ბევრი ზღვის სახეობა საბოლოოდ გაქრა. და ბევრი უძველესი ცხოველი, რომლებიც ადრე არსებობდნენ, ვერ გადარჩნენ. მაგრამ ამ უზარმაზარი კატასტროფის შემდეგ რამდენიმე რეპტილიის შტო გადარჩა. და სწორედ ამ გადარჩენილი ორგანიზმებიდან ნელ-ნელა დინოზავრები გამოჩნდნენ. მაგრამ სანამ დინოზავრები საბოლოოდ დაიპყრობდნენ დედამიწას, პანგეა უკვე იწყებდა დაშლას. ეს დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ ხდებოდა. ნელ-ნელა გაჩნდა ბზარები ლაურაზიასა და გონდვანას შორის და აქედან დაიწყო ატლანტის ოკეანის ფორმირება. ამის შემდეგ აფრიკა და სამხრეთ ამერიკა საბოლოოდ გაიხო, ამ დროს ინდოეთი ჩრდილოეთისკენ მოძრაობდა და საბოლოოდ ის შეეჯახა აზიას. ეს შეჯახება გახდა ჰიმალაის მთების წარმოშობის მიზეზი, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთის ქედია. ამასობაში ავსტრალია და ანტარქტიდა ნელ-ნელა გაიხო, მაშინ როცა ინდოეთის ოკეანე გაფართოებას განაგრძობდა. და მილიონობით წლის განმავლობაში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ის 7 კონტინენტი, რომლებიც დღეს ვიცით. მაგრამ მეცნიერების თქმით, დედამიწის ისტორია აქ არ მთავრდება, რადგან ტექტონიკური ფილები დღესაც მოძრაობენ.